საკმაოდ ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შედის მაგალითად იუზერი ჩანაწერში და რაღაც ეუცნაურება, ანუ მისთვის უცნაური მოცემულობა არის. რა თქმა უნდა, ამ უცნაურობის უკან ახსნა არსებობს, ანუ მისით რაღაცები არ შეიძლებოდა, ან რაღაც თქვა და სხვა იუზერმა დაამუშავა, ან რაღაც ავტომატიზება არის, ან რამე სხვა არის, მაგრამ ბევრნაირი, ათასნაირი და მილიონაირი მიზეზი შეიძლება რომ არსებობდეს. მაგრამ თავარი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ მოვიკვლიოთ ეს. ანუ რა კვალს გავყვეთ იმისათვის, რომ ჩვენთვის მარტივ იყოს მოსაკვლიო. მოდი დავიწყოთ საერთოდ ძალიან ზოგადად დავიწყოთ, სანამ ტაიმლაინამდე მივალთ ძიება. თუ ვეძებთ რომელიმე ჩანაწერს, მაგალითად აი ამ ნომრით ვეძებ ჩანაწერს. უნდა ვეცადოთ, რომ ჯერ სრულფასოვნად მივუთითოთ ეს ნომერი. მე როდესაც ძიებას დავაწვევით, ეს ნომერი სადაც ფიქსირდება, ყველა ჩანაწერს ამოაქტებს. ამ ჩანაწერში თქვენ შეგიძლიათ რომ სვეტები დამატებით გამოიტანოთ, აი მაგალითად source და created time. აი ეს გამოვიტანოთ. აი კიდე გამოვაჩინე, ხო? გამოდის რომ აქვე შემიძლია რაღაც დამატებით გამოტანა. თუ კომენტარშიც იქნებოდა ნახსენები, კომენტარიც იქნებოდა. მოგეთ ყველა მოდულში ეძებს. შეიძლება არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი მაგალითად, როდესაც ახლა მაინც მოძებნა ამ ნომრით, მაგრამ არის ხოლმე რომ რაღაცას ისე წერენ ხოლმე, რომ არ იძებნება. აი ხა მაგალითად 3-0-ით არ მოიძებნა, ხო? ხო, აი ხა ამის უკან რა მიზეზი დგას და რატო და როგორ ეს უკვე ზოხოს რაღაცა შიდა საკითხი არის. მაგრამ თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად ინფორმატიულად მივუთითოთ. ბოლოს და ბოლოს თუ მაგალითად ნომერი იცით, რომ უეჭველი ეგ არის, შეგიძლიათ აიღოთ მაგალითად phone და აქედან მოძებნოთ. აი ნახეთ phone contains და 3-0. აი და ეს მოგიწევთ. ან თუ ის ძიების მექანიზმი იმგვარად არ მუშაობს, მაშინ ეს დაგეხმარებათ რომ მოძებნოთ. ამიტომ ან ისე მოძებნეთ, ან ასე მოძებნეთ. ეს ძიებას რაც შეეხება. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩანაწერს რო ეძებთ, თუ ვიღაცამ გითხრათ ეს ჩანაწერი არის, არ ნიშნავს რომ თქვენც გაქვთ ამ ჩანაწერზე წვდომა. როდესაც თქვენი იუზერით რაღაცას ეძებთ იმ დონეზე, რა დონეზეც გაქვთ წვდომა. ამიტომ შეიძლება მოგიწევთ რომ თხოვოთ ადმინისტრატორს ან სხვა იუზერს იერარქიულად უფრო მაღლა, ვისაც მეტ მონაცემებზე აქვს წვდომა, რომ აბა შენ ნახე, რომ იქნებ მაგალითად არის ხოლმე შემთხვევა, რომელიღაც ლიდს ვერ პოულობენ. და აღმოჩნდება, რომ ეს lidy ვიღაცამ სხვას გადასცა ან რაღაცა და სხვა იუზერზე არის და ეს იუზერები ერთმანეთის ჩანაწერებს ვერ ხედავენ. ამიტომ ესეთი რაღაცები რომ თქვათ დამუშავდეს ესეთ საკითხები, საჭირო არის რომ ჯერ თქვენ თვითონ ნახოთ კარგად ამ მეთოდებით და მე ადმინისტრატორს თხოვოთ მისი ნახვა. მაგალითად ნახეთ რაღაც ჩანაწერი. ხო, ეხლა მოდით ეს გავხსნათ, ეს კონკრეტული ჩანაწერი. და მაინტერესებს რომ როგორ მოხდა ისე, რომ ამის ანუ რაღაც ამ მოცემულობამდე მოვიდა, არ ვიცი სტატუსია სხვა, ან რაღაცა ამ სხვა მენეჯერის არის, მე არ მიმიცია, ეს როგორ მოხდა, ბევრნაირი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს. ამისთვის არსებობს timeline. უნდა გადახვიდეთ timeline-ში. და timeline-ში როდესაც გადახართ, ხო თუ დააკვირდით მე სხვა ვიზუალზე მქონდა მანამდე და სტანდარტულზე გადმორთე. იმ ვიზუალზე ცალკე ვიდეო იქნება, იქ ნახავთ ეს რა როგორ მუშაობს ინტერფეისთან დაკავშირებით როგორ მუშაობთ. ხო, timeline-ზე გადავალ და იქ ვნახავ, რომ ყველაფერი რაც კი მომხდარა ამ კონკრეტული ჩანაწერის ჭრილში, ყველაფერი აქ არის. აი, დაწყებული იქედან აი რაღაც lead image upload-ით თუ რავი რა, ძალიან ელემენტარული რაღაცებიდან დაწყებული, მაგრამ ყველაფერი აქ არის რა. აი ზარი რო ჩაენიშნა იქ რაღაც მნიშვნელობა რო შეიცვალა, რა იყო, რა გახდა. ამ ყველაფრის ნახვა აქ შეგიძლიათ. ამ კონკრეტული ჩანაწერის ჭრილში. ეს ყველაფერი შეგიძლიათ რომ ნახოთ. ხო, აი ნახეთ ინტერაქციები როგორ ჩანს. კარგით. ეხლა რაც შეეხება იმას რა ქვია, მონაცემებს, ხო? მონაცემები რაც გვაქვს აქ, მოდიფიკაციას როდესაც განიცდის, გვაქვს ასეთი ვენი modified by ვინ დაამოდიფიცირა და რა დროს დაამოდიფიცირა. შექმნა არის ვინ შექმნა და რა დროს შექმნა. და თქვენ კიდე შეგხვდებათ აი განსაკუთრებით ფილტრაციის დროს აქ იქნება last activity time. ეს არის აქტივობა როდის განახორციელება. მაგალითად კომენტარი როდესაც დაიწერება, ხო? აი თუ კომენტარი დაიწერა. კომენტარის დაწერა არის აქტივობა და არა მოდიფიცირება. მოდიფიცირება არის ველში რაღაც მნიშვნელობის შეცვლა. ამიტომ თუ გინდათ აი ამ კრიტერიუმებით მოძებნოთ ჩანაწერები, გამოიყენეთ ეგ. და კიდე ერთი. დააკვირდით system defined filters. ჩვენ ცალკე ვიდეო გვაქვს ფილტრებზე, მე მგონი დამავიწყდა ამის თქმა, მაგრამ აქ გეუბნებით რა. ძალიან საინტერესო ფილტრაციის საშუალებები არის.
აუცილებლად გამოიყენეთ ეს, ნახავთ, აღმოაჩენ ძალიან საინტერესო რაღაცებს. იმიტომ აქ არის ხელშეხებული, ხელშეუხებელი ჩანაწერები, ბოლო მეილის გაგზავნიდან მიღებული სტატუსი და ასე შემდეგ. თუ რამე კითხვა იქნებათ, ვიდეოს აღწერაშია საკონტაქტო მონაცემები.